მოგესალმებით მეგობრებო. დღეს უნდა მოგხსოვთ მილა გოგონა, ძალიან ლამაზი, ქოლგიანი გოგონა უნდა მოგხსოვთ შლაპით, ორი ნაწნავით. გსოვ 1.9 ყაის ნახით, 2-ც შეგიძლიათ მოგხსოვოთ, თვითონ ავტორს 1.15 აქ მოგხსოვილი. ძალიან პატარა გამოდის, იმიტომ არ მინდა, მე 1.90-ით ვგსოვ. ძაფი, კოტონის ძაფი, სპეციალური. მე ალის პერიას ხმარობ თურქული ძაფი, 17 ნომერი. დაგჭირდება 10 ნომერი ყავისფერი თვალები. დანარჩენი გავაგრძელოთ ახლა. პირველად ვგსოვთ ხელებს. ერთი ხელი უკვე მოგხსოვე. მეორე ერთად მოგხსოვოთ. ვაკეთებთ რკალს. აი ასე მე ესე ვაკეთებ. აი ესე შემოვატაროთ, დავიჭიროთ ეს კვანძი. და ჯერ ერთი თვალი ჩავამაგროთ. ერთი თვალი ჩავამაგროთ ეს. 6 თვალი ამოვიღოთ. 1 2 3 4 5 და 6. 6 თვალი მოგხსოვთ. ეხლა ეს ძაფი გამოვწიოთ და კარგად შევავიწროვოთ. აი ასე უნდა გამოგვივიდეს. ნასვრეტი არ კონდეს, ხელია და ჩანს. თავზე შეგიძლიათ პატარა რაღაცით დაგჭეთ, იმიტომ რომ თავზე თმა ეფარება და მაინც და მაინც არ ჩანს. ეხლა 6 თვალში 2 თვალი ამოვხსოვოთ. დედა. დამჭიროთ რომ მივიდა. 1 2 ყველა თვალში 6 თვალში ნამატი გავაკეთოთ. 2 თვალი. 2 უკვე მოგხსოვეთ. 3 4 5 6 ჩავიდეთ ბოლომდე, სულ 12 თვალი უნდა გამოგვივიდეს. მოგხსოვეთ 12 თვალი, გადავდივართ მესამე რიგზე, ვგსოვთ 5 თვალს. 1 2 3 4 და 5. მე-6 თვალში ნამატი, ანუ 1 თვალში 2 თვალი. ისე ვიმეორებთ, 5 თვალი მოგხსოვოთ. 1 2 3 4 5. მარკერით მონიშნა არ დაგავეწყდით, შემოკარგებო, რომ არ აგვერიოს თვლები. მე-6 თვალში ნამატი. სულ გამოგვივიდა 14 თვალი. გადავედით მე-4 რიგზე. მე-4 და მე-6 რიგზე, ანუ 3 რიგი 14 თვალი უნდა მოგხსოვოთ. 3 რიგი 14 თვალი. მოგხსოვოთ 14 თვალი და გავაგრძელოთ. კიდე რა მინდა დავურთო. შეგიძლიათ ჩვეულებრივი გაცრავად აი ესე მოგხსოვოთ. მე ყაიზნახი ესე მიჭირავს, ესე ნამდვილად ვერ ვიჭერ, ბავშვობიდან მოგხსოვოთ და ესე ვარ შეჩვეული. შეგიძლიათ ჩვეულებრივად შეუყაროთ და ესეც მოგხსოვოთ. მაგრამ ჩემი თოჯინები მეტი წილი ჯვარდუნ ქსოვას ეძახიან, ამას მგონი თურქულად ასეა და ქართულად არ ვიცი. აი ესე წინიდან უყრით და ესევე გამოგვაქვს. უფრო ლამაზ და მჭიდრო ნაკსოვი გამოდის.
3 რიგი მოვგზავნოთ 14 თვალი და გავაგრძელოთ. მოდით მეშვიდე რიგზე. მეშვიდე რიგზე 5 თვალი მოვგზავნოთ. 1 2 3 4 5 1 თვალი ჩავაკლოთ. წინა თებს ვიღებთ ესე 2 ერთად და ეს 2 ერთადაც ერთად. ისევ 5 თვალი მოვგზავნოთ. 1 2 3 4 და 5. 1 თვალი ჩავაკლოთ. 2 თვალიდან ავიღოთ წინა ფრთები. აი ასე და ჩავაკლოთ. გადავდივართ მერვე რიგზე. მერვე რიგზე 4 თვალი მოვგზავნოთ. 1 2 3 4 4 1 თვალი ჩავაკლოთ. ისევ 4 თვალი მოვგზავნოთ. 1 2 3 4 1 თვალი ჩავაკლოთ. აი ასე. გადავდივართ მე-9 რიგზე. სულ დაგვრჩა 10 თვალი. მე-9-დან 34-მდე 26 რიგი 10 თვალი მოგზავნოთ. ნამატის დაკლების გარეშე 26 რიგი 10 თვალი მოგზავნოთ. მოგზავნოთ და გავაგრძელოთ შემდეგ. ვსოვეთ ორივე კლავი. ესე 26 სანტიმეტრით დავამთავრეთ. ერთნაირებია, წერტითები ამ თოჯინას არ აქვს. ეხლა გადავიდეთ ფეხზე. ერთი ფეხი მოგზავნილია, მეორე ფეხი ერთად მოგზავნოთ. შვიდ ჯაჭვს ვიღებთ, შვიდ თვალს ვიღებთ. აი ესე ამოვწიოთ. გადავაჯვარდინოთ, ქვეშ გამოვატაროთ. ასე ვაკეთებ. ყველა სხვადასხვანაირად შეგიძლიათ გააკეთოთ და თვალს ვიღებთ. 7 თვალი ამოვიღოთ. 1 ძალიან თავისუფლად არ გააკეთოთ, რომ ნასწორდები არ გქონდეს. 3 4 5 6 და 7. მეორე თვლიდანვე 2 ნამატი. 1 ნამატი, ანუ ერთ თვალში 2 თვალი. 4 თვალი 1 2 3 4 თვალი მოგზავნოთ. ბოლო თვალში 1 თვალში 4 თვალი. 1 თვალში 4 თვალი უნდა ამოვიღოთ. 2 მომგვალეთ თან უკვე, მეორე მხარეს უკვე გადავდივართ. 3 და 4. 4 თვალი მოგზავნოთ. 4 თვალი მოგზავნოთ ცალ-ცალკე. 1 2 3 და 4. დაგვრჩა 1 თვალი და ნამატი გავაკეთოთ.
ანუ ერთ თვალში ორი თვალი. აუცილებლად მარკერით მოვნიშნოთ. გამოგვივიდა სულ 16 თვალი. მარკერით მოვნიშნო არ დაგავიწყდეთ. გადავდივართ მეორე რიგზე. მეორე რიგზე ისევ ნამატით ვიწყებთ. ერთ თვალში ორი თვალი. 1 2 აი ესე. 6 თვალი მოგსოვოთ. 1 2 3 4 5 და 6. ეხლა სამ თვალში ნამატი გავაკეთოთ. უკაცრავად. მთელი ერთი თვია გაციებული, მაგრამ ვერ გამოვკეთდი უკაცრავად. თითო თვალში თითო ნამატი. სულ სამ თვალში 6 თვალი უნდა მოვიყვანო. თითო თვალში 2 თვალი. ასე 6 თვალი გამოგვივიდა. 5 თვალი მეორე მხარეს 5 თვალი მოვსოვოთ. 1 2 3 4 და 5. ეს 5 თვალი მოგსოვეთ და 1 ნამატი. ბოლო თვალში ნამატი გავაკეთო. სულ გამოგვივიდა 21 თვალი. გადავიდეთ მესამე რიგზე. მესამე რიგზე 1 თვალი მოგსოვოთ. 1 თვალი ნამატი. მინდა დავურთო მეგობრებო, რომ თუ მოგწონთ ჩემი თოჯინები, ნამუშევრები, უკვე კარგად დაგროვდა YouTube-ზეც, Facebook-ზე შეგიძლია ნახოთ ნინო handmade-ზე, Instagram-ზე niniko 1003, YouTube-ზეც ნინო handmade-ზე. მოიწონოთ, გამოიწეროთ არხი, რომ უფრო მეტი და მეტი ნახოთ. ასევე შეგიძლიათ თქვენ თუ რამე თოჯინა მოგწონთ, მომწეროთ, მე ჩაგიწერთ ვიდეოს და გავიზიარებთ თქვენც ისწავლით, მეც ვისწავლი, ყველანი ერთად გავაკეთებთ ყველაფერს. მესამე რიგზე ვართ, ასე იგი, მოგსოვეთ 1 თვალი ნამატი. 6 თვალი. 1 2 3 4 5 6. მოგსოვეთ 6 თვალი. სამჯერ უნდა გავიმეოროთ ახლა. 1 თვალი. 1 ნამატი, ანუ ერთ თვალში 2 თვალი. მეორეთი ვიმეორებთ 1 თვალი. მეორე თვალში ნამატი. მესამეთი ვიმეორებთ 1 თვალი. მეორე თვალში ნამატი. ნამატი, ასე იგი. 6 თვალი მოგსოვოთ. 1 2 3 4 5 6 მეშვიდე თვალში უნდა მოგსოვოთ 1 ნამატი და სულ გამოგვივიდა 26 თვალი. გადავდივართ მეოთხე რიგზე. მეოთხე რიგზე მეტობის და ნაკლებობის გარეშე 26 თვალი მოგსოვოთ და გავაგრძელოთ. გადავიდეთ მეხუთე რიგზე. მეხუთე რიგზე 26 თვალი უნდა მოგსოვოთ. სუბლო. ბლო რას ნიშნავს? უკანა თვლებით უნდა მოგსოვოთ.
უკანა თვლებით. წინა თვლებს ქვია ფლო, უკანა თვლებს ქვია ბლო. 2 3 4 5 26 ბლო მოგზაურობთ. მოგზაურობთ მეხუთე რიგი ბლო 26 თვალი. ეხლა ორი რიგი ჩვეულებრივი თვლებით, ორივე ფრთებით, ჩვეულებრივად 26 თვალი, ორი რიგი მოგზაურობთ. ორი რიგი მოგზაურობთ და გავაგრძელოთ მერვე რიგის მოგზაურობა. მერვე რიგზე ვართ, მოგზაურობთ 7 თვალი. 1 2 3 4 5 6 7 ეხლა ერთი თვალი მოგზაურობთ. ერთი თვალი წინა ფრთები ავიღოთ, ჩავაკლოთ. ეს პროცედურა უნდა გავიმეოროთ 4ჯერ. ერთხელ უკვე გავაკეთეთ. ერთი თვალი მოგზაურობთ, შემდეგი თვალი ჩავაკლოთ. ესეც 2. ერთი თვალი მოგზაურობთ, მესამე თვალი ჩავაკლოთ. ერთი თვალი მოგზაურობთ, ხოლო მეორე თვალი ჩავაკლოთ. 4ჯერ გავიმეოროთ ეს პროცედურა. დაგვრჩა 7 თვალი. 1 2 3 4 5 6 და 7. სულ გადაგვრჩა 22 თვალი. გადავიდეთ მე-9 რიგზე. მე-9 რიგზე 7 თვალი მოგზაურობთ ისე. 1 2 3 4 5 6 და 7. 7 თვალი მოგზაურობთ, 4 თვალი უნდა ჩავაკლოთ. ორი ფრთის წინა ფრთები ერთად, ესეც ერთად. ერთხელ უკვე ჩავაკლეთ. მეორეთი ჩავაკლოთ. მესამეთი ჩავაკლოთ და მეოთხეთი ჩავაკლოთ. 4ჯერ ჩავაკლეთ და მოგზაურობთ 7 თვალი. 1 2 3 4 5 6 და 7. სულ დაგვრჩა 18 თვალი. გადავიდეთ მე-10 რიგზე. მე-10 რიგზე ჩაკლებით ვიწყებთ. პირველივე თვალი ჩავაკლოთ. მე-10 რიგის დაწყებისთანავე. 6 თვალი მოგზაურობთ. 1 2 3 4 5 და 6. ერთი თვალი ჩავაკლოთ. აი ასე. ისევ 6 თვალი მოგზაურობთ.
და ბოლო თვალიც ჩავაკროთ. სულ დაგვრჩა 15 თვალი. ეხლა მეგობრებო, აუცილებლად სილიკონის ბამბა ჩავტენოთ, თორემ მე გვიჭირდება. პინცეტით, მაკრატვით, ხალმაკრატვით შურები, ეს პატარა ფეხი არის, პატარა ფეხია და ჯერ პინცეტით დავიწყოთ. აი ასე. ძალიან მჭიდრო უნდა იყოს, ყველგან უნდა გადანაწილოთ, რომ თოჯინა მალე არ გამოჭდეს. ქვასავით უნდა იყოს, მაგრად უნდა იდგეს. ხელებში არ ვუშვებ მე ბამბას, მე რკინის მართული ჩაყოლების დროს ცოტა სიმაშვილები განახებთ, მაგაზე წინა ვიდეოებშიც მაქვს დადებული. აი ასე, ჯერჯერობით გვეყოფა, მე დავამატებთ კიდევ. მე მაგალითად მივაწვით კარგა. თუ დაიპრესოს. ყოველ მესამე მეოთხე რიგზე შევავწოთ, რომ ლამაზად თანაბარი იყოს. ესე ტალღუნით არ იყოს, ზოგან მეტი, ზოგან ცოტა თანაბრად იყოს. ეხლა გადავდივართ მე-11 რიგზე. მე-11-დან მე-14 რიგამდე სულ 4 რიგი 15 თვალი მოგხსოვოთ. მოგხსოვოთ 15 თვალი და გავაგრძელოთ. მე-15 რიგზე ნამატი უნდა გავაკეთოთ. ერთ თვალში 2 თვალიანო. და 14 თვალი მოგხსოვოთ. 14 თვალი მოგხსოვოთ და შევხვდეთ. სულ გამოგვივიდა 16. სულ გამოგვივიდა 16 თვალი. მე-16 რიგზე ვართ, მე-16 რიგზე უნდა მოგხსოვოთ 16 თვალი. მატებისა და კლებობის გარეშე მოგხსოვოთ 16 თვალი და გავაგრძელოთ შემდეგ. გადავდივართ მე-17 რიგზე. მე-17 რიგზე უკვე კუნთს ვხსოვთ, ფეხის კუნთს და მატებას ვიწყებთ. ერთი თვალი მოგხსოვოთ მე-17 რიგში. შემდეგ ნამატს ვაკეთებთ. ერთ თვალში 2 თვალი. და რიგის ბოლომდე 14 თვალი მოგხსოვთ. ჩავიდეთ 14 თვალი ბოლომდე და გავაგრძელოთ. სულ მეგობრებო, გამოგვივიდა 17 რიგი, 17 თვალი. მე-18 რიგზე ვართ, მე-18 რიგზე მეტობისა და ნაკლებობის გარეშე უნდა მოგხსოვოთ 17 თვალი. მოგხსოვოთ 17 თვალი და გავაგრძელოთ მერე. ამთავრეთ მე-18 რიგი, მოგხსოვოთ 17 თვალი, გადავდივართ მე-19 რიგზე. მე-19 რიგზე უნდა მოგხსოვოთ 2 თვალი. 1 2 შემდეგ ნამატი. ერთ თვალში 2 თვალი. ასე. და 14 თვალი მოგხსოვოთ ისე. რიგის ბოლომდე 14 თვალი მოგხსოვოთ. მოგხსოვოთ მე-19 რიგით, სულ გამოგვივიდა 18 თვალი. მე-20 რიგზე ვართ, მე-20 რიგზე მეტობისა და ნაკლებობის გარეშე 18 თვალი უნდა მოგხსოვოთ. მოგხსოვოთ ბოლომდე 18 თვალი და გავაგრძელოთ. მოგხსოვეთ
მე-20 რიგი 18 თვალი 21 რიგზე ვართ 3 თვალი მოვხსოვთ ერთი უკვე მოვხსოვე 2 და 3 თვალი მოვხსოვოთ ნამატი 3 თვალი მოვხსოვოთ ნამატი და ისევ 14 თვალი 14 თვალი მოვხსოვოთ ბოლომდე მოვხსოვეთ 21 რიგი სულ გამოგვივიდა 19 თვალი 22 რიგზე ვართ 22 რიგზე მატობის და ნაკლებობის გარეშე 19 თვალი მოვხსოვოთ ჩავიდეთ ბოლომდე 19 თვალი და შემდეგ მოვხსოვოთ 22 რიგი 19 თვალი 23 რიგზე ვართ 23 რიგზე 4 თვალი უნდა მოვხსოვოთ 1 2 3 4 ნამატი 1 თვალში 2 თვალი და ბოლომდე 14 თვალი მოვხსოვოთ 14 თვალი და შემდეგ გავაგრძელოთ მოვხსოვეთ 23 რიგი სულ გამოგვივიდა 20 თვალი 24-დან 30 რიგამდე სულ 7 რიგი 20 თვალი მოვხსოვოთ 7 რიგი 20 თვალი მოვხსოვოთ 20 თვალი და 7 რიგი და შემდეგ გავაგრძელოთ გავაგრძელოთ მოგხსოვა მეგობრებო მოვხსოვეთ 20 თვალი 7 რიგი ეხლა უნდა მოვხსოვოთ 4 ვაცრავად ეხლა ვართ 31 რიგზე და უნდა მოვხსოვოთ 4 თვალი ერთი უკვე მოვხსოვე მე 2 3 და 4 4 თვალი მოვხსოვე 1 თვალი ჩავაკლოთ გაცრავთ ეხლა ესეც უნდა დავაკონკრეტოთ კლებები უნდა იყოს უკანა მხარეს აი დაახლოებით აი ამ ჭრილის ბლოს აყოლებაზე ამიტომ ჩემო კარგებო უნდა გავასწოროთ აუცილებლად ჩვენ თვითონვე ესე იგი აქ ჩამიკლია პირველად 1 2 3 4 4 თვალი მოვხსოვეთ 1 თვალი ჩავაკლოთ აი ასე ეხლა 14 თვალი მოვხსოვოთ 1 ბოლომდე ჩავიდეთ 14 თვალი მოვხსოვოთ და შემდეგ რიგზე შევხვდეთ მოვხსოვეთ 14 თვალი გადავიდეთ 20 სულ დაგვრჩა 19 თვალი გადავიდეთ 32 რიგზე 32 რიგზე ისევ 4 თვალს ვხსოვთ 1 2 3 4 1 თვალი ჩავაკლოთ აი ასე 1 თვალი ჩავაკლოთ და 13 თვალი მოვხსოვოთ მოვხსოვოთ ბოლომდე 13 თვალი სულ უნდა დაგვრჩეს 18 თვალი გადავედით 33 რიგზე 33 რიგზე ისევ 4 თვალს ვხსოვთ მარკერის ჩაყენება არ დაგავიწყდეთ რომ თვლები არ აგერიოთ 2 3 4 თვალი მოვხსოვეთ და ისევ 1 თვალი ჩავაკლოთ აი ასე ეხლა 12 თვალი მოვხსოვოთ 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11 და 12. გადავიდეთ 34 რიგზე. 34 რიგზე პირველ თვალსვე ვაკლებთ. წინაფრთებს ვიღებთ. აი ასე, ორი თვლის წინაფრთებს. გავიხსენოთ ჩაკლება, ესე წინაფრთებს ორი ერთად გამოვხსოვოთ და ესეც ორი ერთად. ერთი თვალი ჩავაკელეთ. 5 თვალი მოვხსოვოთ. 1 2 3 4 5 5 თვალი მოვხსოვოთ. ერთი თვალი ისევ ჩავაკლოთ. ორი თვალი მოვხსოვოთ. 1 2 ორი თვალი მოვხსოვოთ და 4 ნამატი უნდა გავაკეთოთ. ეხლა ჩემო კარგებო, ისე უნდა დადგეს, რომ მუხს ვაკეთებთ. ეხლა მუხი რომ წინა მხარეს აი ამისავით მოხვდეს და გვერდზე არ იყოს გასული. გონი თვალი რჩება. ორი თვალი უნდა მოვხსოვოთ. პირიქით შეგიძლიათ აქეთ ერთი თვალი მოვხსოვოთ, აქეთ 4 აიღოთ. უნდა გაასწოროთ თქვენ თვითონ მუხლის მდგომარეობა. 1 2 3 4. მოდი მე ეხლა აქ 2 თვალი ვთქვი, 3 თვალს მოვხსოვ. და 4 ნამატი გავაკეთოთ. თითო თვალში 2 თვალი. 4-ჯერ უნდა გავიმეოროთ. 1 2 3 და 4. ოთხი თვალი მოვხსოვე. ეხლა და ბოლოში დაგვრჩა 2 თვალი. ნახატის მიხედვით, მაგრამ მე დამჭა 1 თვალი. 1 თვალი მოვხსოვოთ. სულ გამოგვივიდა 19 თვალი. 35 რიგზე ვართ. 35 რიგზე მეგობრებო 19 თვალი მოვხსოვოთ. მოვხსოვოთ და გავაგრძელოთ. 35 რიგი 19 თვალი. ეხლა გადავდივართ 36 რიგზე. 36 რიგზე მოვხსოვოთ 3 თვალი. 1 2 და 3. 3 თვალი მოვხსოვეთ. 1 ნამატი გავაკეთოთ. ერთ თვალში 2 თვალი. მოვხსოვოთ 4 თვალი. 1 2 3 4. ოთხერა 3 თვალი უკაცრავად. მოვხსოვოთ 3 თვალი და 1 თვალი ჩავაკლოთ. აი ეს. ერთი თვალი ჩავაკელით. ეხლა 8 თვალი უნდა მოვხსოვოთ. 1 2 3 4 5 6 7 და 8. ერთი თვალი ჩავაკლოთ.
სულ გამოგვივიდა 18 თვალი. გადავედით 37 რიგზე, 37 რიგზე მატევის და ნაკლებობის გარეშე 18 თვალი უნდა მოვხსოვოთ. მოვხსოვოთ 18 თვალი და გადავედით 38 რიგზე, 38 რიგზე ერთი ნამატი უნდა გავაკეთოთ. ანუ ერთ თვალში 2 თვალი. 7 თვალი მოვხსოვოთ. 1 2 3 4 5 უკაცრავად 5 6 და 7 ისევ ნამატი გავაკეთოთ და 9 თვალი მოვხსოვოთ 9 თვალი მოვხსოვოთ და შევხვდეთ ბოლოს 39 რიგზე ვართ 5 თვალი მოვხსოვოთ 3 4 5 თვალი მოვხსოვეთ 1 ნამატი 5 თვალი მოვხსოვოთ 1 ნამატი და 14 თვალი 14 თვალი მოვხსოვოთ და გავაგრძელოთ მეგობრებო მე 40 რიგზე ვართ აუცილებლად სილიკონის ბამბით შევსება არ დავიწყდეთ 64 რიგს მოხსოვთ თუ არა შეავსეთ რომ ლამაზი ფეხი გამოვიდეს და კორწილი არ გამოდის აუცილებლად ძალიან მაგარი უნდა იყოს შეხედეთ აი არც იზნიქება ლამაზად პინცეტით გრძელი პინცეტით მაკრატლით ლამაზად ჩაუსწორეთ რომ მე-40-დან 42 რიგამდე სულ 3 რიგი 21 თვალი მოვხსოვოთ. მოვხსოვოთ 3 რიგი 21 თვალი და შევხვდეთ შემდგომში. მოვხსოვეთ მეგობრებო 3 რიგი, გადავდივართ 53 რიგზე. 53 რიგზე 6 თვალი მოვხსოვოთ. 1 2 3 4 5 და 6 6 თვალი მოვხსოვეთ 1 ნამატი და 14 თვალი მოვხსოვთ 1 2 მოვხსოვოთ 14 თვალი ჩავიდეთ ბოლომდე სულ 22 თვალი უნდა გამოგვივიდეს მოვხსოვოთ 14 თვალი სულ 22 თვალი გამოგვივიდა 44 რიგზე ვარ 44-დან 46 რიგამდე სულ 3 რიგი 22 თვალი მოვხსოვოთ 3 რიგი 22 თვალი მოვხსოვოთ და შევხვდეთ შემდეგ. გადავდივართ 47 რიგზე. 47 რიგზე 7 თვალი უნდა მოვხსოვოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
ბოდიში ჩავფიქრდი და სვავრი 7 თვალი მოგსოვოთ. ძალიან დიდი ბოდიში ჩავფიქრდი და ჩავედი 14-მდე. 7 თვალი მოგსოვოთ. ნამატი 1 თვალში ან 2 თვალი. და 14 თვალი მოგსოვოთ. 1 2 3 მოგსოვოთ 14 თვალი ჩავიდეთ რიგის ბოლომდე და შემდეგ გავაგრძელოთ. გადავდივართ 52-ე რიგზე. 52-ე რიგზე სულ დაგვრჩა 23 თვალი. 52-ე 50-მდე 3 რიგი ისე 23 თვალი მოგსოვოთ. 3 რიგი მოგსოვოთ 23 თვალი და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგსოვეთ 3 რიგი, გადავდივართ 51-ე რიგზე. 51-ე რიგზე 8 თვალი მოგსოვოთ. 1 2 3 4 5 6 7 და 8 თვალი მოგსოვე. 1 ნამატი. და 14 თვალი მოგსოვოთ. დავამთავროთ 14 თვალი და უკვე უნდა გადავიდეთ ღია კრემისფერ ძაბზე. ჩავიდეთ ბოლომდე და 53-მე 12 აგიხსნით ორივე ფეხისა, როდის რა უნდა გავაკეთოთ. ეხლა მეგობრებო, რა მინდა აგიხსნათ. როდესაც მარცხენა ფეხს ვხსოვთ, კრემისფერ ძაბს ვიწყებთ 53 რიგიდან, მარა 53-მე რიგზე მარცხენა ფეხზე მოგსოვთ 4 რიგს, ხოლო დანარჩენ 20 თვალს უკვე კრემისფერით ვაგრძელებს. ეს კარგად დაიმახსოვრეთ. 4 რიგს ჩვეულებრივად გავაგრძელებთ ახალი რიგიდან კანისფერი ძაფით და მერე უნდა მივაბათ კრემისფერი ძაფი. ხოლო მარჯვნივ მეგობრებო, ეხლა უნდა მოგსოვოთ ჩვენ 15 თვალი. კრემისფერი ძაფით, კანისფერი ძაფით მოგსოვოთ 15 თვალი. ხოლო მარცხენა ფეხზე 4 თვალი უნდა მოგსოვოთ. მოგსოვოთ 15 თვალი. არ მინდა ეს მარკერი. 15 თვალი მოგსოვოთ. 1 2 ნებსით დავამაგრო ბოლოს, უფრო ლამაზი გამოდის. ეს პატარა ძაფი ჩავატაროთ შიგ თვალშივე. მეგობრებო, ყოველ მე-3-მე-4 რიგზე არ დაგავიწყდეთ ბამბის გავსვობა, რომ ლამაზად გამოვიდეს. ერთი გავაკეთეთ, ეხლა ჩემი პენალი სად არის? ნებსით გავაკეთოთ. აი ესე გავუყარენ ნებსი. ცოტა ყოველთვის ხომ ცოტა დიდი ძაფი დატოვეთ. ნებსით ყოველთვის ლამაზად გამოდის უფრო. აი ესე ამოვატაროთ დაბლიდან. და ჩაუყაროთ შიგნით და გამოვიდეთ. 1-2
გავაკეთოთ. თეთრ ადგილებზე ამოვიდეთ თუ არა ტყობოდეს ჩვენი ძაფი. ესე შიგნით და მოვაჭრათ ძაფი, თუ კი შიგვე ჩატოვეთ, არც ეგ არ არის პრობლემა. მოვჭით ჩვენი ფეხების ვიდეოს გადაღება. შემდეგ ვიდეოში უკვე ტანის მიერთება და ხელების მიერთება უნდა გავაკეთოთ. მომავალ შეხვედრამდე.